საუბრობდა. მანისას პროვინციაში აფეთქების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. თურქეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. დღეს თურქეთის საელჩოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მივიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს სამძიმარი ამ გზით გამოუცხადა. ჩემი კოლეგა გიორგი მანჯავიძე დაესწრო პრემიერის ვიზიტს საელჩოში. გიორგი, ვისთან ერთად მივიდა ღარიბაშვილი თურქეთის წარმომადგენლობაში? საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის გამოსახატად საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მოვიდა. მანისას პროვინციის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას ირაკლი ღარიბაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ პატივი მიაგეს და მათ თავიანთი მწუხარება სამძიმრის წიგნში ხელმოწერით დააფიქსირეს. თურქეთის ელჩმა საქართველოს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. ამ ძიმეჟამს საქართველოს, რომელიც არის თურქეთის ძალიან დიდი მეგობარი, არის თურქი ხალხის გვერდით. ჩვენ ვიზიარებთ მათ მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებს, დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და თურქეთის ხალხს ვუსურვებთ გამძლეობას ამ ძალიან ძიმეჟამს. სომას მაღაროში მომხდარი ტრაგედია ჩვენთვის დიდი ტკივილია. თურქეთის საგარეო წარმომადგენლობებმა დაუშვეს დროშები, ასევე გავხსენით სამძიმრის წიგნი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოეხმაურა და მოვიდა, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ტკივილი გაიზიარა. მე მქონდა ხანმოკლე შეხვედრა პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. მათ გავაცანი სომაში მომხდარი აფეთქების დეტალები, ასევე ვისაუბრეთ გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტზე საქართველოში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და იმეც გამოვთქვამ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. პარალელურად თურქეთის საელჩოსთან გაიმართა მცირე აქციაც, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ქართველი მეტალურგებისა და მაღაროელების პროფესიულმა გაერთიანებამ მწუხარება გამოთქვა მათი თურქი კოლეგების დაღუპვასთან დაკავშირებით. სოლიდარობას უცხადებთ ჩვენს თურქ კოლეგებს, მაღაროელებს და მინდა ვთქვა, რომ ეს არის სწორედ იმ დამოკიდებულებების ბრალი მსგავსი ფაქტები, რაც მოყვება ხოლმე შრომის კანონმდებლობიდან რეგულაციების გაქრობას, რაც მოყვება ხოლმე შრომის კანონმდებლობის ლიბერალიზაციას და კონტროლის გაუქმებას აბსოლუტურად ბიზნესზე და საწარმოების ტექნიკურ მდგომარეობაზე. თურქეთში მანისას პროვინციაში სომას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა ბოლო ინფორმაციით. ასევე ასეულობით ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და დაახლოებით ამდენივე ადამიანი კვლავ მაღაროში რჩება. თურქეთის მასშტაბით სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. დიდი მადლობა გიორგი, პირდაპირ ეთერში